განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით ორიგენისტული აზრის განმართვას ეკლესიური მოძღვრების საფუძველზე, ორიგენისტული აზრისას იმის შესახებ, თითქოს და ზეციურ სამყაროში ანგელოზთა დაცემა განაპირობა ზეციური ცხოვრების, თუმცა ნეტარეულობა, მაგრამ ერთფეროვნებითმა, იმიტომ თითქოს რომ იქ უცვალებელობა, მარადიულობა, მარადერთი და იგივეობა და შესაბამისად ერთსახეობითი და მარადუცვალებელი სინამდვილე ერთფეროვნებასაც თითქოს და გულისხმობს ორიგენესთვის. სწორედ ამ ერთი შეხედვით ლოგიკური და არსებითად ცდომილი მოძღვრების უარსაყოფად და აღმოსაფრველად, როგორც აღნიშნავდით, ეკლესიამ ჩამოაყალიბა სწავლება, გამოკვეთა სწავლება მარადიული წინსვლის, მარადიული პროგრესის შესახებ. ჩვენ სწორედ ამ სიტყვებზე დავაბოლოეთ წინა საუბარი, რომ ჭეშმარიტების მაძიებელი, შემეცნებელი გონება მარადიულად ისწრაფვის ღვთისკენ მარადიულ წინსვლას განიცდის. მაგრამ ეს წინსვლა უნდა გავიგოთ არა მხოლოდ წინსწრაფვის მნიშვნელობით, არამედ მარადიულად მზარდი წინსწრაფვის მნიშვნელობითაც. ამაზე ჩვენ რამდენიმე შემთხვევაში გვქონდა წინა თემატიკებთან დაკავშირებით შეხება, საუბარი, ეს კვლავ შეგახსენებთ, გახლავთ მოძღვრება ეკლესიის მამათაგან და განსაკუთრებით წმინდა გრიგოლ-ნოსელისგან სპეციალური ტერმინით სახელდებული მოძღვრება ეპექტასისის შესახებ, რაც მომდინარეობს თვითონ ტერმინოლოგიურად და რა თქმა უნდა შინაარსით თავისთავად ცხადია პავლე მოციქულისგან, რომელმაც პირველმა გამოიყენა ეს ტერმინი ღვთისკენ სწრაფვის აღსანიშნავად სმნა ეპექტეინომაი, რაც ნიშნავს წინწვდომას და როგორც ქართულ თარგმანშიც ამის სიტყვები ამავე წვდომით დაცული, მარადის უკანასამას დავივიწყებ და წინასამას მივწვდები. აი ეს მიწვდომა ბერძნულში არის სწორედ ეპექტასისი. აქ ძველ ქართულ თარგმანში მიწვდომა, რაც დღევანდელ იმავე სიტყვას შენარჩუნებული არ აქვს, მიმართულებას აღნიშნავს. იმ საგნისკენ, საითკენაც სწრაფვა ხდება. ესე მიწვდომა ახალ ქართულად ფაქტობრივად არის წინწვდომა, იქეთკენ წვდომა. მიმართულების მიმცემი წინდებული გახლავთ ამ შემთხვევაში და ჩვენ ესე იგი სწორედ ამ სიტყვებით დავაბოლოეთ წინა საუბარი და ამჯერად ვუმატებთ, რომ არა მხოლოდ წინწვდომაა ჭეშმარიტი ეპექტასისი, არამედ მარადიულად მზარდი ძლიერებით წინწვდომა, ანუ თუ უფრო შევამოκლებთ, მზარდი წინსწრაფვა. მზარდი იგულისხმება წინსწრაფვის სიჩქარეში, აჩქარებულობაში, რომ უფრო და უფრო დიდი ძლიერებით ხდება სწრაფვა ღვთისკენ. როგორც მაგნიტური მიზიდულობის ცენტრი უფრო და უფრო სწრაფად და გაცილებით უფრო მყისიერად მიიზიდავს და მიიკრავს იმ საგანს, რომელიც ექვემდებარება ამ მაგნიტურ ველს და რაც უფრო შორსაა ეს საგანი ნაკლები ძლიერებით მოძრაობს მაგნიტური ცენტრისკენ, შემდეგ კი ერთბაშად და მყისიერად მზარდი, აჩქარებადი დაწინაურებით მიელტვის იმას, ვინც მას იზიდავს. ამგვარადვე ადამიანის სული თავდაპირველად რომ შედარებით ნელი მოძრაობით წარემატება და გაწვდება ღვთისკენ, ეს ტერმინი ეკლესიის მამათა ტერმინი გახლავთ, გაწვდება ღვთისკენ, შემდეგ რაც გადის დრო, ასე ვთქვათ, დრო ამ შემთხვევაში ბრჭყალებში, იმიტომ რომ ზეციურ სამყაროში დრო არ არის, რაც უფრო მეტად და მეტად იზრდება იგი სულიერად, კიდევ და კიდევ უფრო მეტად მზარდი ძლიერებით ისწრაფვის ღვთისკენ. მაგრამ განსხვავებით იმ მაგნიტური მიზიდულობის ცენტრისგან, რომელიც რაღაც მომენტში მთლიანად მიიკრავს საგანს და ის საგანი უკვე მეტს აღარ მოძრაობს, ამ შემთხვევაში თვით ეს სულიერი მიზიდულობის წიაღი, უზენაესი ცენტრი, ღვთიურობა, რადგანაც მარადიული უსასრულობითაა გამიჯნული ნებისმიერი ქმილებისგან, შესაბამისად მისკენ სწრაფვაც მარადიულია, დაუსრულებელია, დაუბოლოებელია და არა მხოლოდ მარადიულია, როგორც აღნიშნეთ, არა მხოლოდ წინსვლითია, არამედ მარადიულად მზარდი ძლიერებით წინსვლითი გახლავთ ღვთისკენ. ამიტომ შეეფერება ამ მოძრაობას პროგრესი, იმიტომ რომ პროგრესია სიტყვა თავის თავში იტევს მზარდობას, მზარდი ძლიერებით წინსწრაფველობას. და თუ ჩვენ ამ სიტყვას თანამედროვე მეტყველებაში გამოვიყენებთ ხსენებული მოძღვრების გადმოსაცემად, გამონათქვამი ამგვარი იქნება, რომ ზეციურ წიაღში სუფევს და არსებობს მარადიული პროგრესი. მარადიული პროგრესი არა მხოლოდ ადაკაცობრივი ბუნების მქონე სულთათვის, რომლებიც სასუფეველში მკვიდრდებიან, არამედ ანგელოზურ ძალთათვისაც. ისინიც მარადის დიდებითი დიდებად წარემატებიან. დიდებითი დიდებად ეს გახლავთ პავლე მოციქულის ცნობილი გამონათქვამი, თვით ეს თარგმანი, ძველი ქართული თარგმანი გახლავთ, უფრო ესე იგი გასაგები მკითხველის შეიძლება ახალი ქართული და ბერძნულის ზედმიწევნით შესატყვისი იყოს დიდებიდან დიდებისკენ. ამას ნიშნავს დიდებითი დიდებად. დიდებიდან დიდებისკენ სწრაფვას. ესაა ის დიდება, რომელიც ბერძნულში გამოითქმის ტერმინით დოქსა და ლათინურში ცნობილი ტერმინით გლორია.
სხვათა შორის ამაზე არის ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო გამოკვლევა სწორედ გრიგოლ ნოსელის მოძღვრებასთან კავშირში, პავლე მოციქულის ამ სიტყვებისა დიდებითი დიდებად. ეს ინგლისურად გამოთქმული პავლე მოციქულისეული სიტყვებით დასათაურებული სტატია, თვით სტატია ინგლისურ ენაზეა შესრულებული, შესანიშნავად გამოკვეთს და პირველად თუ არ ვცდებით, სწორედ ამ სტატიაში იყო მოხმობილი მთელი ის ვრცელი კომენტარი წმინდა გრიგოლ ნოსელისა, ყურადღება გამახვილებული ამ ვრცელ კომენტარზე პავლე მოციქულის ხსენებული სიტყვებისადმი. თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები მოციქულისა? გრიგოლ ნოსელი სწორედ ამ სიტყვების კომენტარში აყალიბებს თავის მართლაც უბერებელ და მარად სიახლის შემცველ სწავლებას იმის შესახებ, რომ ღვთისკენ სწრაფველი სული ერთი სიდიადიდან კიდევ უფრო აღმატებული სიდიადისკენ წინაურდება, უფრო აღემატება, მაგრამ მიაღწევს რა თავისი იმ კონკრეტული აღმატებისა და ამაღლების მიზანს და იმ სიდიადეს, რომელსაც თავისი სულიერი თვალის ზევით ჭვრეტ და მოიხელთებს რა, ამაღლდება რა იმ ზენას აფეხურამდე, იმის ზევით კიდევ უფრო აღმატებული სიდიადის ხარისხს ჭვრეტს, კიდევ უფრო აღმატებულ შვენიერებას ჭვრეტს, რომელიც კიდევ უფრო მეტი ძლიერებით იზიდავს მას. ამ შემთხვევაში წინსწრაფვის აღმსრულებელი არის არა ეს თავად ეს პიროვნება, რომელიც ღვთისკენ სწრაფველია ამ შემთხვევაში, იგი ემორჩილება, იგი გულგახსნილი ამ ყოველივესკენ, მაგრამ ძალის მიმცემი ყოველივისა არის თვითის სიდიადენი, საღვთო მოქმედებისა და საღვთო გამოვლინებისა, რაც უფრო ზევით მიიწევს პიროვნება, მით უფრო აღმატებული სიდიადენი წარმოუჩნდება მას და რაც უფრო აღმატებულია სიდიადე, მით უფრო მეტი ძლიერებით, მით უფრო მეტი მაგნიტური, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მიზიდულობით თავისკენ აღიტაცებს მისკენ სწრაფველ პიროვნებას. წმინდა მაგარი ეგვიპტელიც წერს, ჩვენ გამოაქვეყნეთ მისი უშესანიშნავესი ქადაგება, ძველი ქართული თარგმანიც არსებობს ამ ქადაგებისა, წმინდა ექვთიმიათონელის მიერ სკოლიებში პარალელური ტექსტების სახით ექვთიმიათონელის თარგმანებიც გვაქვს დაბეჭდილი, იმავე ჩვენს მიერ ხსენებულ გაზეთში საეკლესიო სიწმინდენი მეორე ნომერში ლოცვის მადლისმიერი გამწყინებისა და განხთობის შესახებ, აი ეს სათაური აქვს პირობითად მაგარი ეგვიპტელის ამ ქადაგებას, სადაც თქმულია ამგვარი რამ, რომ ჭეშმარიტი სულიერებით ანთებული პიროვნება, განხთობის მაძიებელი შეაღებს რა ერთ კარს, ღვთიური გულუხვობითა და უშურველობით მას შიგნით კიდევ 100 კარი გაეხსნება და იმის შიგნით კიდევ სხვა მრავალი. და ეს შესვლა საუნჯის სულიერი ცოდნის კარიბჭეთა შიგნით დაულევნელია, იმიტომ რომ თვით ღვთიური ცოდნა და ღვთიური საუნჯე ცოდნისა მარად დაულევნელი წიაღი გახლავთ. ამიტომ არის ეს სწრაფვა ღვთისკენ კვლავ აღნიშნავთ მარადიული, ამიტომ არის ეს სწრაფვა ღვთისკენ წინსვლითი და ამიტომ არის ეს სწრაფვა ღვთისკენ მარადიულად მზარდი. აი ეს მოძღვრება თავისთავად არის უარყოფა იმ ორიგენისტული დიდი ცნობილებისა, რომ ზეციურ წიაღში განხთობის გზაზე შესაძლებელია, რომ ვინმე დაეცეს ერთფეროვნების გამო. ერთფეროვნება არ გახლავთ დაცემის მიზეზი, ეს დაასკვნა ეკლესიურმა ტრადიციამ, მაგრამ გამოიტანა რა ეს უდიდესი მნიშვნელობის დასკვნა და მოძღვრება ამასთან დაკავშირებით ეპექტასისის, ანუ მარადიულად მზარდი ძლიერებით წინწვდომის შესახებ, შესაბამისად კვლავ აუხსნელი რჩება საკითხი იმასთან დაკავშირებით, მაშინ რაღამ გამოიწვია დაცემა ზეციურ სამყაროში. კვლავ შეგახსენებ, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ დაცემის განმაპირობებელი შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი, თუ კონკრეტულად ადამიანის მაგალითზე ვიტყვით. ერთი, თქვათ, ხორციელი უძლურება, მეორე, ცოდნაში ნაკლებობა, როდესაც კარგი გგონია რაღაც და არ ვიცით რა ბოროტი აღმოჩნდება და წარუწყმეთს და მესამე, გარეგანი საცტური. იმ ანგელოსთან დაკავშირებით, რომელიც დაეცა, ვამბობდით და ეს თავისთავად ცხადია, არც ერთი ამ მიზეზთაგანი არ არსებობდა. არ ჰქონდა მას ხორციელი უძლურება, რომ თქვათ სულიერად იგი ჭეშმარიტებისკენ სწრაფველი ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაეძლია ხორცის სისუსტე და ის ძველი ქართული ტერმინი, რომ თქვათ ქვედამზიდველობა, ქვემეთრეობა სხეულისა მისი დაცემის საფუძველი გამختارიყო. აი ეს საშიშროება უხორცოძალად, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მას ქმნილების დატევნისამებრ, რა თქმა უნდა, არც ცოდნის ნაკლებობა, პირუკუ ის ბევრი მათგანზე მეტად დაწინაურებული იყო ცოდნის მიერად და გაბრწყინებითად, ბევრი მათგანზე, რომლებიც არ დაცემულან. ესე იგი, ცოდნაში ნაკლებობა თუ დაცემის მიზეზი იყო, მასზე ქვემორენი პირველ რიგში უნდა დაცემული იყვნენ, იმიტომ რომ ზეციური ძალების იერარქიულობას ყველა ეს ნიშანი ერთობლივად ქმნის, რაც უფრო აღმატებულ ხარისხი ანგელოზი, მადლითაც, ცხოველმყოფელობითაც, გაბრწყინებითაც, ანუ ნათელმოსილებითაც და რა თქმა უნდა, ცოდნითაც, საღვთო ცოდნითაც უფრო მაღალია ხარისხობრივად, უფრო ქვემორე ამ ყველაფერში ნაკლებია. ამიტომ, რადგანაც ის ანგელოზი, რომელიც დაეცა და ეშმაკი გახდა, ერთ-ერთი დაწინაურებელი და მანათობელი ანგელოზი იყო და ამიტომ ეწოდებოდა მას ლუციფერი, ანუ ეოსფოროსი, ანუ სინათლის მატარებელი,
ცოდნაში ნაკლებობა რომ გამختარიყო მისი დაცემის საფუძველი, მაშინ უმალ მასზე უფრო ქვემოთ მყოფნი უნდა დაცემული იყვნენ, იმიტომ რომ ისინი კიდევ უფრო ნაკლები იყვნენ ცოდნაში. დატევნისებრ კვლავ აღვნიშნავთ ის ძალა, რომელიც დაეცა ცოდნაში თავისი დატევნისებრ და თავისი შესაძლებლობისმე ბოლომდე ღრმად ჩაწვდომილი გახლდათ. და მესამე, არ არსებობდა რა თქმა უნდა არც გარეგანის საცდური. ასე რომ არც ერთი იმ მიზეზთაგანი, რამაც შეიძლება დაცემა გამოიწვიოს, ანგელოზურ ძალასთან დაკავშირებით სახეზე არ იყო. სხვათა შორის ეს იყო სამართლიანობა მოითხოვ ჩვენ აღვნიშნოთ, რომ სწორედ ეს იყო ორიგენეს აზროვნებისა და მისი ამ მსჯელობისა და დისკურსიის მიმმართველი, იქეთკენ რომ მას რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, აი ეს მიზეზი როგორმე მოეკვლია და მან ეს მოიკვლია, როგორც ვეკითხარით, ამდენადაც არც ერთი ამ სამ მიზეზთაგან იქ არ ფიგურირებდა და თავს არ იჩენდა. ორიგენემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ერთგვარობა და ერთსახეობა ზეციური სამყაროსი ალბათ ერთფეროვნებას უნდა უტოლდებოდესო და აქედან გამოიტანა დასკვნა ერთფეროვნებითი ნეტარების მოყირჭების შესახებ ერთ-ერთი ანგელოზისგან. აღვნიშნეთ, რომ ეკლესიამ ეს განმარტება აბსოლუტურად უარყო. სხვათა შორის კვლავ აღვნიშნავთ, მანამდეც უარყოფილიყო, ჩვენ სპეციალურად ხაზი გავუსვით თავის დროზე, ვინც კურსს ადევნებდა ჩვენს ლექციას თუ საუბარს ორიგენეს წინსწრების საეკლესიო ავტორის კლიმენტი ალექსანდრიის შესახებ, სადაც კლიმენტი პირდაპირ ამბობს სიტყვას განუძღომელი, რომ ზეციური წიაღისკენ სწრაფველი სული ივსება განუძღომელი საღვთო მჭვრეტელობით. ტერმინი განუძღომელი მართალია კლიმენტისთან გვხვდება, მაგრამ გაცილებით ხშირად გვხვდება ორიგენეს შემდგომ, სწორედ ორიგენისტული მოძღვრების იმ კოროსის საპირისპიროდ, იმ განძღომის, ანუ მოყირჭების საპირისპიროდ ეკლესიის მამები იყენებენ საპირისპირო ტერმინსვე აკორესტოს თუ კოროსი განძღომა, ანუ მოყირჭება, შემოდის ტერმინი აკორესტოს, ანუ განუძღომელი, ზეციურ სიკეთეთა ეპითეტად და გამოსახატავად იმისა, რომ ეს სიკეთენი მარად განუძღომელი, ანუ მარად ახალია, ერთფეროვნებისგან სრულიად განშორებული. როდესაც ჩვენ ამ ხრივ, ესე იგი ეკლესიურ მოძღვრებას ვეცნობით, კვლავ აღვნიშნავთ, რომელიც ორიგენემდეც ასეთი მინიშნებებით სახეზე იყო, როგორც კლიმენტისთან გვაქვს, მაგრამ ჩამოყალიბებული მოძღვრებით უკვე მთელი თავისი განფენილობით ჩვენ გვხვდება მე-4-მე-6 საუკუნეების მოძღვრებთან და განსაკუთრებით კაბადოკიელ მამებთან, კაბადოკიელ მამათა შორის ასევე განსაკუთრებით წმინდა გრიგოლ ნოსელთან, აი ამ მოძღვრების შესაბამისად მთლიანად აღმოიფხვრა, როგორც თქვით, ორიგენისტული სრულსწავლება კოროსის შესახებ. ესე იგი, უკვე ამ კოროსს ვეღარ გამოვიყენებთ, ვერც ამ კოროსს გამოვიყენებთ ანგელოზური დაცემის ასახსნელად. 4-ვე მიზეზი გამოირცხა, 3 ის წინამორბედი, რაც თქვით და მე-4 ეს მიზეზის. მაგრამ რაიმეთი ხომ უნდა იხსნას, რამ განაპირობა ანგელოზთა შორის დაცემა. ამიტომ ეკლესიურმა მოძღვრებამ აღმოფხვრა რა ერესი ვალდებულების შესაბამისად ჩამოაყალიბა კიდეც სწავლება იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა ზეციურ სამყაროში დაცემის შეღწევა. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ის ორი გაუკუღმართება ორიგენეს ანგელოლოგიაში, ერთი მხრივ კოროსის შესახებ, რომ ერთფეროვნების გამო ზეციური სიკეთით ზედმეტათავსებამ, ანუ მოყირჭებამ, ანუ განძღომამ განაპირობა ამა თუ იმ ანგელოზური ძალის დაცემა, ერთი ეს ცნობილება და მეორე მხარე, რომ ეს დაცემულება ბუნებითი ერთობის გამო ყველა ანგელოზე გავრცელდა, აი ეს ორი მხარე, როდესაც გამოვყავით ორიგენისტული ანგელოლოგიის ნიშნად, მეორე მათგანზე კვლავ აღვნიშნავთ, შეძლების დაგვარად უკვე ეკლესიური მოძღვრებაც გადმოვეცით, თუ რატომ გამორიცხავს ეკლესია ერთი ანგელოზისგან სხვა ანგელოზებზე ბუნებითი წესით, ანუ გენეტიკური ხაზით შეცოდების გამცობას და მაშინ აღვნიშნავდით, რომ ასევე, როდესაც ორიგენისტულ ერესს წარმოაჩენდით და ამ ერესის მცდარობას ვაჩვენებდით, შევეცდებოდით გადმოგვეცა მოძღვრება ეკლესიური სწავლება საპირისპირო იმისა, რასაც ორიგენი ასწავლიდა. იმავე საკითხთან დაკავშირებით, ესე იგი, რამ დასცა ზეციური წიაღიდან ერთ-ერთი დაწინაურებული ანგელოზი. ეკლესიური მოძღვრება ამის ასახსნელად ორ გზას იყენებს. ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ეკლესიურ მოძღვრებაში არ არის ყველაფერი არგუმენტირებული მსჯელობის წესით წარმოდგენილი, იმიტომ რომ არის სინამდვილენი, რომლებიც მსჯელობას და მტკიცებულებებს არ ექვემდებარებიან, ეს არ ეხება აუცილებლად და მხოლოდ ქრისტიანულ მოძღვრებას. თვით ბუნებითი რეალობაც ჩვენ ამას გვიკარნახებს, როდესაც კლიმენტი ალექსანდრიელთან დაკავშირებით განხილვები ჰქონდა, მაშინვე აღვნიშნავდით, რომ კლიმენტი ზოგადი წესით გამოჰყოფს რწმენის ორ სახეობას, მესამე სახეობას რწმენისას, რაც საკუთრივ რელიგიურ რწმენას გულისხმობს, ის ცალკე აყენებს. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ყველა ადამიანისთვის საერთო წესით ის რწმენის ორ სახეობას მიუთითებს. ერთი ეს არის ისეთი რწმენა, რომელიც ეფუძნება
მოვლენებს მტკიცების გარეშე და მეორე რწმენა, როცა მტკიცებულებათა საფუძველზე არგუმენტირების გზით ჩვენ მტკიცე დამაჯერებლობა შეგვექმნება რაღაც საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ როცა ამა თუ იმ საკითხზე მტკიცე დამაჯერებლობას ვიღებთ, ანუ რწმენას ვიღებთ არგუმენტირების გზით, ეს არგუმენტები, რა თქმა უნდა, ამგვარ რწმენას წინ უსწრებს. თვით ის არგუმენტები თავისთავად მათ წინარე არგუმენტებს გულისხმობს, რაღაც მონაცემების საფუძველზე ჩვენ რომ რაღაცას ვამტკიცებთ, ეს მონაცემები უკვე დამტკიცებული უნდა იყოს. დაუმტკიცებელი და ვარაუდისეული მონაცემები თუ რაღაცას დავამტკიცებთ, ის დამტკიცებულიც არამყარი აღმოჩნდება. შესაბამისად, ჭეშმარიტი არგუმენტირებული რწმენა, კვლავ აღნიშნავთ, ეფუძნება არგუმენტებს, ანუ გარკვეულ დამტკიცებულ მონაცემებს. მაგრამ რის საფუძველზეც ეს მონაცემები დამტკიცდა, ანუ რა მონაცემთა საფუძველზეც ეს მონაცემები დამტკიცდა, ის უფრო წინარე მონაცემებიც ასევე თავისთავად დამტკიცებული უნდა იყოს, თორემ ისიც არასაიმედო და ურწმუნო იქნება. ისინი კიდევ მათი წინამორბედი მონაცემებით და ასე ამბობს კლიმენტი, ავდივართ იმ პირველ სათავეებამდე, რომლებიც მტკიცებულებებს არ ექვემდებარებიან და რომლებიც თავისთავად სარწმუნონი არიან და თავისთავად უნდა იყოს ჩვენთვის სარწმუნონი, რომ გამოვიყენოთ ისინი შემდგომ მტკიცებულებათა საფუძვლად. ესე იგი, რაღაც დაუმტკიცებელამდე თუ არ მივედით, რომელსაც შემდგომ მტკიცებულებათა საფუძვლად გამოვიყენებთ, ასე უსასრულო კუწრებრუნვაში შევალთ, რომ ერთი მონაცემი მისი წინამორბედისგან დამტკიცდა, ის წინამორბედი კიდევ მისი წინამორბედისგან დამტკიცდა და ასე უსასრულოდ და ვერასოდეს ვერ მივაღწევთ იმას, რაც მსჯელობისა და არგუმენტირების პირველ სათავედ უნდა დავსახოთ. ამიტომ ამბობს კლიმენტი და ამიტომ ასწავლის ეკლესია და სხვათა შორის ფილოსოფიის, ანტიკური ფილოსოფიის ღირსეული ხაზი, რომ არსებობს რაღაც დაუმტკიცებელნი, რაც თავისთავად არიან სარწმუნონი. ანუ ესაა აქსიომატური რწმენა. და აქსიომატური რწმენის საფუძველზე, რაც ყველა ადამიანისთვის საერთოდ თქვათ არსებობა, ზეცა, ვარსკვლავები, არ სჭირდება მტკიცება, ჩვენ ხედავთ, რომ არსებობს. და ამგვარ მონაცემებს, ამგვარ მოვლენებს თავისთავად სარწმუნოდ ჩვენ ვიყენებთ სხვა მონაცემთა დამტკიცებისთვის, ხოლო როდესაც უკვე ჩამოყალიბდება არგუმენტირების აი ამგვარი მონაცემები, მათ საფუძველზე, როდესაც რაღაც საკითხს მთელი სიღრმისეულობით დავამტკიცებთ, ჩვენ მივიღებთ უკვე მეორე სახის რწმენას არგუმენტირების საფუძველზე გამოტანილ მყარ დასკვნას. აი ეს ორი სახეობა რწმენისა, ორი სახეობა დაჯერებულობისა, ზოგადი წესით ეკლესიის მოძღვართაგან ყოველთვის ისწავლებოდა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ საკითხს იმასთან დაკავშირებით მოუხმობთ, რომ ეკლესიის მამათა მოძღვრების გადმოცემის მეთოდზე შევაჩეროთ ყურადღება. მოძღვრება ეკლესიის მამისგან შეიძლება გადმოიცეს ერთი მხრივ არგუმენტირების გარეშე, იმიტომ რომ კვლავ აღნიშნავთ, არის მოვლენები სარწმუნოებაში, რაც არ ექვემდებარება მტკიცებულებას, ლოგიკას, თუ ბუნებითი წესით არსებობს ასეთი რამ, კვლავ აღნიშნავთ და ამას მოვაყოლეთ კლიმენტი ალექსანდრელზე მსჯელობა, მით უმეტეს სულიერ წიაღში, სადაც ადამიანური მატერიალური ლოგიკა და დისკურსია კიდევ უფრო ნაკლებ გამოყენებადი ხდება. რაღაც პარალელიზმით, ანალოგიით ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ დამტკიცებით, რა თქმა უნდა, სულიერ მოვლენათა დიდი ნაწილი ასეთი უცდომელი მტკიცებულებების სახით ჩვენ ვერ მოგვეცემა. ამიტომ არსებობს ამგვარი რეალობა, ეკლესიის მოძღვარნი ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ლოგიკაზე ნებისმიერ მტკიცებულებაზე მაღლა დგანან, მეორე ფორმას მოძღვრების გადმოცემისას იყენებენ. ეს ფორმა გახლავთ თხრობა და მართლაც გადმოცემა, ესე იგი მითხრობის წესით სწავლების გადმოცემა. საკუთრივ ზეციური სამყაროს წიაღში მომხდარი დაცემის შესახებ, აი ეს თხრობა ეკლესიის მამათა შორის დამკვიდრებულია და ამ თხრობის მიხედვით ჩვენ ვიცით, ამ წმინდა თხრობის მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ ის ერთ-ერთი დაწინაურებული და მრწყინავი ანგელოზი, რომელიც სხვა ანგელოზებს წარემატებოდა, გაკადნიერდა, ღმერთთან გატოლება მოისურვა, ამპარტავნებასა და ურჩებას მიეცა და შესაბამისად ზეციური სამყაროსგან განიდევნა. ჩვენ ძალიან მოკლედ გადმოვცემთ ამ თხრობას. ასკეტ მოძღვართა შრომებში, ადრეული ეპოქის ღვთისმეტყველთა შრომებში ეს თხრობა ყოველთვის სახეზეა და ყოველთვის მიმართულია იქეთკენ, რომ რაღაც უსაიდუმლოესი, უდასაბამიერესი, ყოველგვარ ადამიანურ გონებასა და აზროვნებაზე წინსწრები და აღმატებული გვაუწყოს ჩვენ. ამიტომ გამოიყენება ეს თხრობა. აქ ლოგიკით იმის დადგენა, რომ რაღაც მომენტში დაეცა ანგელოზი, ეს ანგელოზი გახდა ეშმაკი, გაკადნიერდა რაღაც მომენტში და სხვა, ვერანაირი ლოგიკა ამას ვერასოდეს ვერ დააფიქსირებს, იმიტომ რომ ყოვლითურ წინსწრებია ყოველგვარ ადამიანურ აზროვნებაზე ის მოვლენა, რაც ზეციურ სამყაროში დაცემას გულისხმობს. აი ეს გახლავთ მოძღვრების გადმოცემის ერთი სახეობა. მაგრამ როდესაც მოძღვრება უკვე არსებობს, აი ამაზე გქონდა ჩვენ მსჯელობა, ამას არაერთგზის აღნიშნავდი და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ სარწმუნოებრივი საკითხები თავისთავად არგუმენტირების წესით
ვერ დამტკიცდება, ესე იგი რაღაც მოძღვრება რომ მოცემული არ იყოს და ჩვენ ლოგიკა არგუმენტირებანი გამოვიყენოთ და უცდომელ საღვთო მოძღვრებამდე მივიდეთ, ეს ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს ეკლესიისგან არგუმენტის მსჯელობის უარყოფას. პირუგუ ძალიან საჭიროა, დიდად და ფრიად მნიშვნელოვანია, ოღონდ როდის გახლავთ მნიშვნელოვანი, როდესაც მოძღვრება მოწოდებულია და ამ მოძღვრებას მრავალთა წინაშე დამტკიცებადობა სჭირდება, იმიტომ რომ როგორც წმინდა ათენაგორა ათენელი ამბობს, მრავალნი არიან იმგვარნი, თუ არ დაუმტკიცე, ისე არაფერს არ დაიჯერებენ. ბევრნი ჭეშმარიტებას წრფელი გულით ერწმუნებიან, მაგრამ მრავალნი თუ არ დაუმტკიცე, ისე არაფერს არ ირწმუნებს, არადა ჭეშმარიტების მრევლია მთელი კაცობრიობა, უпроსტად სამრევლოა მთელი კაცობრიობა, ღვთიურობა და განგება მიზნად ისახავს, რომ მთელი კაცობრიობა ჭეშმარიტებისკენ წარმართოს, იმიტომ რომ კურთხეულ არის ღმერთი, რომელსაც ყოველთა კაცს დაუნებს ცხონებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი, ესაა განგებულება ღვთიური მარადუცვლელი, რომ ყველა ცხონდეს, ყველა მინებოს ცხონება. მაგრამ რადგანაც ეს ძლავრებითი წესით არ ხდება, ღვთიური ნება ადამიანური ნებითვე უნდა იყოს შემაგრებული და არა მხოლოდ ნებით, არამედ ღვაწლითაც ჩვენც უნდა ვინებოთ და ვიღვაწოთ და ღვთიური ნება ჩვენი ცხონებისკენაა. ღვთიური ნება უდიდესი შემწე ამ ცხონებაში ჩვენს გვერდითაა, მაგრამ ჩვენც უნდა ვინებოთ, რომ ჩვენი ცხონება მძლავრებითი არ მოხდეს. თუ ჩვენ არ ვინებებთ, ღვთიური ნება ჩვენ მძლავრებითად არ გვაცხონებს და ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად წარწმედას მივეცემით. ამიტომ აი ამგვარი ვითარების ჟამს, რომ ღვთიური ნება აქეთკენაა განწყობილი, ცხონებისკენაა განწყობილი, ყველა ადამიანისა და ჩვენი სამოღვაწეო გეზი ჩვენს შემხედრად უნდა წარმართოთ მისკენ, ანუ რასაც სინერგია, ანუ თანამოქმედება ეწოდება, კაცობრიობის და ზოგადად მოაზროვნე ქმნილების არსებობის საფუძველია და ცხონების საფუძველი გახლავთ. ასე დროს, როცა ცხონებას დააკლდება ვინმე, სეციურ სამყაროში თუ ადამიანთა შორის, რა თქმა უნდა, ამ დაკლებულობას ცხონებისგან, რაც იგივე წარწმედას უტოლდება, ჩვენ ვერანაირად ღვთიურ ძალას ვერ განუგუნდებთ, იმიტომ რომ კვლავ აღნიშნავთ, ღვთიური ძალის ერთადერთი წადილი და ერთადერთი ნება ესაა ყველა ქმნილების, ვინც ცხონებას ექვემდებარება, ანუ ესე იგი მოაზროვნე ქმნილების, ვისთვისაცაა ცხონებულობა, ყველა მოაზროვნე ქმნილების ცხონება გახლავთ ნება უზენაესისა. შესაბამისად, თუ ეს არ ხორციელებდება ვინმესთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე მივდივართ პირველ აუცილებელ დასკვნამდე, მიზეზი ამისა ყოველ შემთხვევაში შემოქმედის ნება არ არის. შემოქმედის ნება პირუკუ ყველა ცხონების და არა მხოლოდ ცხონების, ცხონებაში მარადიულ ყოფობის გამოხატულება. ამიტომ დაცემულობის წყარო უკვე მეორე ნებაში, თვით იმის ნებაში უნდა ვეძიოთ, ვინც დაეცა. ეს გახლავთ გზის გამკვალავი იქითკენ, თუ როგორ ავხსნათ და როგორ ხსნის ეკლესია უზენაეს საღვთოეს ანგელოზურ წიაღში ცოდვის შემოსვლას. დროებით აქ შევჩერდეთ, დავიმახსოვროთ ეს დასკვნა, რომ ცოდვიდაცემის საფუძველი ვერანაირად ვერ გახდება ღვთიური ნება, იმიტომ რომ გამოკვეთილად, სწავლებულად, დოგმატურად ღვთიური ნება ყველა ჩვენთაგანის ცხონებისკენ მიმართველია.